21 მარტს მთელი მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს, რომელიც ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას გამოხატოს სოლიდარობა და მხარდაჭერა, გადაიღოს ფოტო ჭრელი წინდებით, რამდენადაც წინდა სიმბოლურად ქრომოსომის ფორმას გვაგონებს. ჭრელი წინდების კამპანიას შეუერთდნენ ზესტაფონის ახალგაზრდული საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული ტურის მონაწილეებთან ერთად, რომლებიც ზესტაფონის სპორტის სასახლეში გამართულ სასკოლო ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობენ. ღონისძიების ფარგლებში დარიგდა საინფორმაციო შინაარსის ბუკლეტები, რომელიც დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლებას ისახავს მიზნად. ძალიან განსაკუთრებული დღეა ეს ჩვენთვის, იმიტომ რომ ჯერ ამდენი მუნიციპალიტეტის სპორტულმა გუნდმა რომ მოიყარა ჩვენ სპორტულ დარბაზში, თავი ეს ძალიან გვახარებს და გვირამაყებათ. ან დღეს არის დაუნის სინდრომით დაავადებულთა მსოფლიო დღე და მათ ვუძღვრით ფაქტიურად ამ დღესასწაულს. 21 მარტს ყოველწლიურად აღინიშნება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე და ვფიქრობ, რომ ეს არის დაავადება. პირიქით, ძალიან თბილი, ძალიან განსაკუთრებული ადამიანები არიან და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი როლი უჭირავთ საზოგადოებაში ამ ადამიანებს. ჭირდება ძალიან ბევრი სიყვარული, სითბო, რაც დღეს თითქოს მათი მხარდაჭერა გამოვხატეთ ჩვენ ამ მინიმალური ჟესტით მათ მიმართ. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა, ასე ვთქვათ, მსოფლიო დღეა და ჩვენ ყველანი ესე ჭრელაჭრულად წინდებით მივესალმეთ მათ და ხმამაღლა გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და ჩვენ ერთად ვაშენებთ დამოუკიდებელ და ბედნიერ საქართველოს.